4 პოლიციელის საავადმყოფოშია გადაყვანილი, 2 მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე სტაბილურად მძიმეა, 4-დან 3 ჭრილობებით ცივი იარაღით აქვს მიყენებული. შემთხვევა გორის რაიონის სოფელ ხელთუბანში მოხდა. ოფიციალური ინფორმაციით დაპირისპირება და კონფლიქტი ერთ-ერთი ავტომობილის შეჩერებას და მძღოლის შემოწმებას მოჰყვა. საგამოძიებო მასალების მიხედვით არასრულწლოვანმა, რომელიც საჭოს მართვის მოწმობის გარეშე მართავდა, სამართალდამცავებს წინააღმდეგობა გაუწია. კონფლიქტში მოგვიანებით ოჯახის წევრებიც ჩაერთნენ. პოლიციელზე ჯგუფურად თავდასხმასია ფორმულირებული ბრალდება, რომელიც 5 დაკავებულს აუღენეს, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია. სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს 4 პოლიციელს რამდენიმე მოქალაქე თავს დაესხა და ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც სამართალდამცავებმა გადამოწმების მიზნით ავტომობილი შეაჩერეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით მანქანას არასრულწლოვანი მართავდა, რომელსაც მართვის მოწმობა არ ჰქონდა. მძღოლმა პოლიციელებს წინააღმდეგობა გაუწია. კონფლიქტში ჩაერთნენ არასრულწლოვანის მამა და ნათესავები. შემთხვევის შედეგად 3 პოლიციელი დაჭრეს, ერთს კი სახის არეში დაზიანებები მიაყენეს. საქმეზე სამართალდამცავებმა 5 პირით ხელკვალზე დააკავეს. შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს, რომლებიც ასრულებდნენ სამსახურეობრივ მოვალეობას, გორის რაიონის სოფელ ხელთუბანში რამდენიმე მოქალაქე თავს დაესხა და ცივი იარაღის კერძო განისა და ცულის გამოყენებით მიაყენეს სხვადასხვა დაზიანებები პოლიციის თანამშრომლებს. აღნიშნულ ფაქტზე დაკავებული იქნა 5 პირი. მინდა მოგახსენოთ, რომ ამ ეტაპზე მიმდინარე გამოძიების კვალიფიკაცია ისჯება 5-დან 8 წლამდე, თუმცა შესაძლოა დაკავებულ ზოგიერთ მათგანს ბრალდება დაუმძიმდეს. დაჭრილი სამართალდამცავები ამ დრომდე კლინიკაში რჩებიან. ექიმების თქმით, მათი მდგომარეობა სტაბილურია. ჩაუტარდათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება. პოლიციელებს დაზიანებების სხეულის სხვადასხვა არეში ცივი იარაღით აქვთ მიყენებული. დაჭრილი პოლიციელები დღეს კლინიკაში შინაგან საქმეთა მინისტრმა მოინახულა. ერთ მათგანს აღენიშნებოდა ნაკვეთნაჩუქურთი ჭრილობა ზედაკიდურის არეში, მეორე პიროვნებას აღენიშნება ქალატვინის ტრავმა, წვრილის მოტეხილობა. კლინიკაში ჩაუტარდათ სათანადო კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევები, მკურნალობა, ზოგადი მდგომარეობა დასტაბილდა და ავადმყოფები ამბულატორულ მკურნალობაზე გაეწევა. სტაციონარში შემოყვანილი არის 2 პაციენტი. ჭრილობებით სხეულის არეში, ნაკვეთი ჭრილობებით სხეულის არეში. ორივესთან ჩატარებული არის ოპერაციული მკურნალობა. ამჟამად მდგომარეობა სტაბილური არის, შეესაბამება გადატანილი ოპერაციის სირთულეს, უტარდება პოსტოპერაციული მკურნალობა, ემყოფებიან ორივე პალატაში, ქირურგიულ განყოფილებაში. შეესაბამება გადატანილი დაავადების მდგომარეობას. სოფელ ხელთუბანში დაკავებულების ოჯახის წევრები მომხდართან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ. საქმეზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ 343 მუხლი დაიწყო, რაც სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფას გულისხმობს. დანაშაული 5-დან 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, თუმცა საგამოძიებო უწყებაში არ გამორიცხავენ, რომ დაკავებულ პირებს ბრალი დაუმძიმდეთ.